საახალწლო ეთერის სპონსორია ბიოლაინი, ბავშვთა მოვლის პროდუქცია საფრანგეთიდან. ბიოლაინი სიცოცხლის პირველივე დღიდან. მწვანე თუ ყვითელი, სუში თუ ბურგერი, გიჭირთ არჩევანის გაკეთება. ისარგებლეთ ხალიქ ბანკის საკრედიტო ბარათით და მიიღეთ ყველაფერი, რაც გსურთ. ხალიქ ბანკი. საახალწლო ეთერის სპონსორია ლაქტოჯი. ანტიბიოტიკები ანადგურებენ არა მარტო მავნე, არამედ სასარგებლო ბაქტერიებსაც და იწვევენ დისბაქტერიოზს. ლაქტოჯი სწრაფად აღადგენს ნაწლავის ნორმალურ მიკროგარემოს. მიიღეთ ლაქტოჯი ანტიბიოტიკებთან ერთად მკურნალობის პირველივე დღიდან. გამოყენებისას გაეცანეთ ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. სამშვიდობის ეთერშია რვიანი, მე ნინო ჟიჟილაშვილი ვარ. 2017 წლის საქართველოს ბიუჯეტის დამტკიცების დღე. ტრიბუნასთან ისევ ფინანსთა მინისტრი. მისი პროგნოზები ოპტიმისტურია, აბსოლუტურად საპირისპიროა ოპონენტთა მოსაზრებები. ვიდრე დღევანდელი საპარლამენტო კითხვა-პასუხის დეტალებს შემოგთავაზებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებაზე შევჩერდებით. კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ მომატებული აქციზით გამოწვეული ფასების ზრდა იქნება, თუმცა ისეთი არა, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა იქონიოს. მიუხედავად იმისა, რომ აქციზის გადასახადის ზრდა გამოიწვევს ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების გაძვირებას, ჩვენი შეფასებით დღევანდელ ეტაპზე აღნიშნული ზრდის პირდაპირი გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი არ იქნება. ამასთან იმ შემთხვევაში, თუ აქციზური საქონლის გაძვირება გაზრდის ინფლაციის მოლოდინებს, ეროვნული ბანკი მოახდენს რეაგირებას და უზრუნველყოფს ინფლაციის შენარჩუნებას მიზნობრივ მაჩვენებლებთან ახლოს. მის ხელში არსებული ბერკეტების მეშვეობით. ამასობაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.66 მიასედია, კიდევ უფრო მეტიც. მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, რომ პარალელურად ფასების მატება უკვე სახეზეა და ფიქრობენ, რომ პროცესი შეუქცევადია. ფინანსთა მინისტრი კი დღეს რამდენიმე აქცენტს აკეთებს, რომ მომატებულია დასაქმებულთა რაოდენობა, რომ ოპტიმიზაციას მთავრობა არ მოახდენს პროფესიონალთა ხარჯზე. ნახოთ რამდენიმე ფრაგმენტი დღევანდელი ხდომიდან. თქვენ შორის არის ჯგუფი ადამიანი პოლიტიკოსი, რომელთაც უნდა რომ გვაჩვენოს, აჩვენოს საომრჩევლოს, რომ წონა გაქვთ. სტატისტები არ ვართ, ხო იძახით აქ წინა გამოსვლელი იძახთ. გვაჩვენეთ რომ არ ხართ სტატისტები. აბა გვაჩვენეთ შეგიძლიათ თუ არა. ან ძიმეწონოსანი საკითხი აწიოთ, ეხლა თუ შეგიძლიათ. ამათ რო არ შეუძლიათ ნახე უკვე. გეყოთ უნარი, რომ გვაჩვენოთ რომ შეგიძლიათ იმოქმედოთ პოლიტიკურად. თორე ეს ყველაფერი არის უბრალოდ თქვენი მხრიდან ლაპარაკი და მოფერება მთავრობის, რომელიც ქვეყანას უფსკულში გადაჭიხავს. გასაგებია ის პროცესი, რომ ლარი დღევანდელ დღეს შეიძლება ესე ვიზუალურად რო ვთქვათ, ოპოზიციისკენ გადაიხარა და ძალიან ბევრი დღესაც ჩანს აქ, როგორ სულ მოუთქმელად ელოდება, როდის გადაეხვევა ლარი კუპონს, რაც მე მგონი თვითონაც არ ჯერა, მაგრამ ამისი მოლოდინი არის მათი მხრიდან. ამაო, რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება გარდაუვალად მიიჩნია იმ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, გულისხმობ აქციზების დაწესებას და ასე შემდეგ, ეს კიდე გასაგებია, რომ დამატებით ფანტაზიებს უღვივებს ოპონენტებს და ჯოჯოხეთის და რაღაც ხიჩკოკის ატმოსფეროს მიმართულებით, გუშინ მომეცმა დამხრჩვალი, რაღაც სისხლისგან იცლება, რაღაც სამარე ამბავი, მოკლედ რაღაც ძალიან შავი ფერები. შემცირებებში მოყვებიან თუ არა თქვენი ნათესავები, მთავრობის წევრების ნათესავები, მეგობრები, ნაცვლები და ასე შემდეგ, თუ აპირებთ, რომ ის ადამიანები გაუშვათ სახლებში, ვისაც პატრონი არ ყავს. თუ რომელიმე მენეჯერი მიიღებს გადაწყვეტილებას რეორგანიზაციაზე, მან აუცილებლად პროფესიონალები უნდა შეინარჩუნოს. საშუალოდ 50 თეთრით არის მომატებული ყველა ძირითად პროდუქტი. ეს არის ზეთი, შაქარი, ფქვილი, მაკარონი, წიწიბურა, ისაც ჩვენ ყველას უჭირდება. ზოგი პროდუქტი არის ლარი და 10 თეთრით მომატებული ლარით, ანუ ეს არის მასიური, ყველასთვის ძალიან სამძლეობი, მაგრამ მხოლოდ ზაფხულიდან აღარაფერს ვამბობ. 2012 წლის პერიოდიდან, როდესაც ფაქტიურად 2 ლარამდე არის პროდუქტებზე ფასის მომატება. ეს არის ის ტვირთი, რომელიც აწევს ყოველ მოქალაქის დღეს და რომელზეც მთავრობა უბრალოდ ხუჭავს თვალებს. ლარის კრიზისის შეჩერებას ვერ შეძლებენ. ლარი
ლარს გაცდება, წავა ეს კრიზისი უფრო დინამიკაში და ეს დაარტყავს ჩვენ ოჯახებს და ადამიანებზე აქ არავინ არ ფიქრობს. არც იმ დარბაზში არავინ არ ფიქრობს სინამდვილეში ადამიანებზე. იმ დარბაზში ფიქრობენ, ვინ უკეთესად ილაპარაკებს ლამაზი და ბრტყელი სიტყვებით და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ცეცხლზე ნავთი დაასხან პროცესს, შეგახსენებთ, რომ საქართველოს რჩება რეგიონში ეკონომიკური პროცესების თვალსაზრისით ლიდერ პოზიციაზე და ეს ჩვენ ყველას ერთნაირად უნდა გვეხებოდეს. მე ვფიქრობ, ჩვენ ასე დროს უნდა გვეყოს ძალა, რომ არ ავყოთ პოლიტიკურ ცნობებს და არ დავარტყათ პროცესებს უპასუხისმგებლო განცხადებებით და აპოკალიფტური სცენარების მოდელირებით. გადაცემის პირველ ნაწილში თემა ბიუჯეტი, მეორე ნაწილში თემა პაატა ბურჭულაძეს სცენას უბრუნდება. პირველი სტუმარი ზურაბ ჭიაბერაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან საღამოშიდობისა. ბატონო ზურაბ, მადლობა რომ იღებთ რვიანში მონაწილეობას. დღეს თქვენმა წარმომადგენელმა საზოგადოებას დეტალურად უჩვენა ფასები, მატება ფასის და თქვენ პროგნოზირებთ, რომ ეს პროცესი შეუქცევადი იქნება. ეს მძიმე პროგნოზია აუდიტორიისთვის, თუმცა დღეს ჩვენ მოვისმინეთ ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ აქციზის გადასახადის გაზრდა ზოგიერთ საქონლის გაძვირებას კი გამოიწვევს, თუმცა ზრდის გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი არ იქნებაო. გაქვთ თუ არა საფუძველი, რომ დაეთანხმოთ კობა გვენეტაძის განცხადებას? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ქავეტონი, როგორ შეიძლება დავეთანხმო, როდესაც მე 4 წელიწადია ჩვენ გვესმის მთავრობისგანაც, თითოეული მინისტრისგანაც, ეხლა უკვე მათ დაემატა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, არ დაიჯეროთ ლარის გაუფასურება. არაფერი ტრაგიკული არ ხდება. ხადური როგორც ამობდა, პატარა შოკუნიებია. და ამ დროს ჩვენ ვდგავართ რეალურად ეკონომიკური კოლაფსის წინაშე. და ამ ის რომ ძალიან მძიმე იქნება მდგომარეობა ქვეყანაში, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, როდესაც ხადურის შემცვლელს ბატონ ხუმსიშვილს უსმინე, მე დავწმუნდი, რომ არაფერი სასიკეთო ამ მთავრობის პირობებში ჩვენ არ გველოდება და გეტყვით ძალიან კონკრეტულად რაშია პრობლემა. როდესაც ქვეყანაში ასეთი ეკონომიკური კრიზისია, რითაც უნდა უპასუხოს მთავრობამ, ეს არის გადასახადების შემცირება, რომ მეტი ფული დარჩეს ხალხის ჯიბეში და შესაბამისად წვრივმა და საშუალო ბიზნესმა როგორმე წამოიდგას წელი. ამის საპირისპიროს აკეთებენ ზუსტად. ისინი ზრდიან გადასახადს, ან უფრო ღრმად ყოფენ ადამიანების ჯიბეში ხელს, ამოაქვთ მეტი ფული და ამბობენ, რომ ჩვენ უკეთესად ვიცით ეს ფული როგორ დავხარჯოთ. და აგერ უკვე დასულდა მე-4 წელიწადი, რომელიც საუკეთესო წელიწადი უნდა ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის თქმით და ვხედავთ, რომ ისინი ძალიან უყაირათოდ ხარჯავენ ხალხის ფულს. თავი დავანებოთ იმას, რაც ყველამ იცის, რომ პრემიები, დანამატები, გაბერილი სამეურნეობო ხარჯები. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ იგონებენ აბსოლუტურად უყაირად თუ არაფრის მომცემ სამთავრობო პროგრამებს, ამას თავისთან დაახლოებულ კომპანიებზე და ფირმებზე ანაწილებენ და ამას არაფერი არ ქვია გარდა კორუფციისა და ამაში იხარჯება ხალხის ფული. აი ამის ასეთი უყაირათო პროგრამებისთვის ზრდიან 1.3 მილიარდით ბიუჯეტს და ამის დასაფინანსებლად იღებენ ვალებს ან ზრდიან გადასახადებს. ეს ეკონომიკას მოკლავს და ეს შედეგად მოიტანს ლარის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას, გაზრდის სიღარიბეს, გაზრდის ხალხის გაჭირვებას. იმიტომ რომ დღეს როგორც ელენა ხოშტარიამ არაერთხელ თქვა საპარლამენტო ტრიბუნიდან, ფასები იზრდება და ბენზინზე და დიზელზე რო ფასები კიდე გაიზრდება და ესეც დაემატება, ეს კიდე განაპირობებს პროდუქტზე ფასების ზრდას, რომელიც ისედაც უკვე იზრდება ლარის დევალვაციის გამო. ამას როგორ აიტანს ჩვენი მოქალაქეები და მათი ოსტატები? ბატონ ზურაბ, გასაგებია თქვენი სკეპტიკური დამოკიდებულება მთავრობის მიმართ. თქვენ არაერთხელ უთხარით მათ უკვე ამ პერიოდში, რომ ისინი ტყუიან და რომ ის არ გააკეთეს, რასაც დაპირდნენ თავისი პროგრამით მოქალაქეებს. თუმცა რა საფუძველი გაქვთ იმის, რომ არ გჯეროდეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის? როგორ ფიქრობთ, მისი დღევანდელი განცხადება რითი შეიძლება იყოს მოტივირებული, თუ არა მხოლოდ თავისი პროფესიული მოვალეობით?
გეტყვით რა შეა საქმე სამწუხაროდ გასული წლის ბოლოდან ბიძინა ივანიშვილმა ხელში ჩაიგდო ორი ინსტიტუტი, რომელიც მანამდე მის კონტროლს არ ექვემდებარებოდა. ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლო და ეროვნული ბანკი. და თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ და მსმენელს და მაყურებელს ახსოვს, როგორი გააფთრებული შეტევა იყო ეროვნულ ბანკზე და ეროვნული ბანკი დაიმორჩილეს როგორ შეუტიეს ეროვნულ ბანკს, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლო ჯერ კიდევ დამოუკიდებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ეროვნულ ბანკს ვერაფერი მოუხერხეს, მაგრამ შეიცვალა პრეზიდენტი ეროვნული ბანკის, რომელიც გახდა პირდაპირ მთავრობის მორჩილი, ჩვეულებრივ დადის მთავრობის კანცელარიაში სამუშაო თათბირებზე და გაქრა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. მაგალითი, წინა საარჩევნოდ ეროვნულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილს აჩუქა ლარის კურსი 2.3%. ეს შეინარჩუნეს 8 ოქტომბრის არჩევნებამდე, ამის გამო ხალხის ფული ბანკის რეზერვებიდან 180 მილიონი დოლარი ბატონმა გვენეტაძემ გაფლანგა პირდაპირ გეუბნებით, დაამთავრდა არჩევნები, აღარ აკეთებს ეროვნული ბანკი ინტერვენციებს. ლარი გარბის, ლარი უფასურდება, ინტერვენციებს არ აკეთებენ. ინტერვენციები გააკეთეს აგვისტო-სექტემბერში, როდესაც ტურისტების ნაკადი იყო პიკში და დოლარი მაინც გარკვეული რაოდენობით ქვეყანაში შემოდიოდა, მაშინ გააკეთეს ინტერვენცია და დღეს, როდესაც ეს მდგომარეობა არის, ინტერვენციას არ აკეთებენ. ეს ცხადი დასტური არის იმისა, რომ ბატონი ყობა გვენეტაძე ერთ-ერთი მინისტრი არის ამ მთავრობაში და არა დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თქვენი აზრით რომ არ იყოს, როგორც თქვენ თქვით, დამოუკიდებელი მთავრობაზე და მასთან არ მუშაობდეს კოორდინირებულად და რომ იყოს დამოუკიდებელი ფიგურა, რა ნაბიჯებს უნდა დგავდეს ახლა რეზერვების ხარჯვის გარდა და ლარის ამ თვალსაზრისით ლარისთვის შეხიდების გარდა. პირველი, როდესაც თქვენი კითხვა ჩემი აზრით აქცენტს სხვა მიმართულებით სვამს, კერძოდ თქვენ ახლა ისე გამოგყავთ, თითქოს ეს შექმნილი მდგომარეობა ეროვნული ბანკის და მისი პრეზიდენტის ბრალია. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის გადავართ მთავრობაზე, ჩვენ უბრალოდ პირველი კითხვები დავსვით ეროვნული ბანკის ირგვლივ. დამასრულებინებთ? მოეთხოვება ხმამაღლა თქვას ის პრობლემები, რის გამოც ვართ ამ დღეში, მაგრამ პრობლემები შექმნილი არის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელიც დღეს, რომელთანაც გამკლავება ეროვნულ ბანკს არ შეუძლია. მე არ ვამბობ, რომ ეროვნულ ბანკს არ უნდა ჰქონდეს მთავრობასთან კონსულტაციები და არ უნდა აძლევდეს რჩევებს. დღესაც ბიუჯეტი რო შემოვიდა, ეროვნულმა ბანკმა გამოაგზავნა თავისი დასკვნა და სხვათა შორის ამ დასკვნაში ყობა გვენეტაძე წერს, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 4.1% არის. მაგრამ როცა ამას წერს ეროვნული ბანკი, ხმამაღლა უნდა ამბობდეს, რომ დაუშვებელია ამ ხელა დეფიციტით ბიუჯეტის დაგეგმვა, იმიტომ რომ ეს წნეხს ახორციელებს ლარზე და ამას აუცილებლად მოყვება ლარის კიდევ უფრო შემდგომი გაუფასურება. აღარ არის დუმილის დრო. ყობა გვენეტაძე ამაზე ხმამაღლა უნდა საუბრობდეს და შესაბამისად ის უნდა მიუთითებდეს მთავრობის მხრიდან იმ არასწორ მავნებულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რის შედეგიც არის ის კრიზისი, რაშიც ვიმყოფებით. ბატონო ზურაბ, ვიდრე ჩვენ საუბრობდით, ბიუჯეტი დამტკიცებულია 102 ხმით 10-ის წინააღმდეგ, როგორი ბიუჯეტი მივიღეთ, ალბათ ილუზია იმის, რომ რაიმე წინააღმდეგობა შეიძლებოდა შეხვედრო და აი ამ ბიუჯეტის დამტკიცებას თქვენ არც გქონიათ. არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ის უდიდესი უმრავლესობა, რაც აქვს, რაც მოიპოვა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა, აბსოლუტური მოტყუებით ჩვენი მოქალაქეების, მათ წინასაარჩევნოდ არ უთხრეს მოქალაქეებს, რომ ისინი აპირებდნენ მოქალაქეებისთვის გაეძვირებინათ ცხოვრება. მათ არ უთქვიათ წინასაარჩევნოდ, რომ გაძვირდებოდა ბენზინი, გაძვირდებოდა დიზელი, ლარი კიდევ უფრო დაეცემოდა და რომ ამ კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებოდნენ მოქალაქეებმა მათ ხარი დაუჭირეს იმ იმედით, რომ შეიძლება მაშინაც მძიმე იყო უკვე მდგომარეობა, მაგრამ კიდევ ადამიანთა ნაწილი ვითმართ ხარი დაუჭირა მოსახლეობის 24% და კიდევ ფიქრობდა, რომ თლად ესე ხო არ მიუშვებენ ყველაფერს. თლად ხო რაღაც სასწაული არ მოხდება და შესაბამისად ვიღაცამ შეიძლება დაუჭირა ხარი. არავინ არ ელოდა, მაგალითად არ უთქვიათ, რომ მანქანების იმპორტზე გადასახადი გაიზრდებოდა. მათ კიდევ ერთხელ მოატყუეს მოქალაქეები. დუმდნენ ამის ყველა
ყველაფერზე, ჩატარდა არჩევნები და მათ მოქალაქეებს უძვირებენ ცხოვრებას და ის რომ ბიუჯეტს ხარჯს დაუჭერდნენ და ის რომ მორჩილი უმრავლესობაა ბიძინა ივანიშვილის ამის თაობაზე ყველა მიცის აქ მომოდენდა არაფერი არა. თქვენი პასუხად ბატონო ზურაბ რომ ეს ეწერა წინასაარჩევნო დაპირებაში სხვა ტიპის ფორმულირებით რომ საბიუჯეტო ხარჯების უпростоრად შემოსავლების მობილიზება მოხდებოდა ეს არ არის თქვენს ფიქრობთ ერთმანეთის იდენტური გაზრდის ხარჯზე მობილიზება? ქაბატონო თქვენც ხო გესმით ეს რამხელა უტიფარი ტყუილია ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზება ნორმალურ პირობებში როცა ქვეყანას პასუხისმგებლიანი მთავრობა ყავს ნიშნავს იმას რომ ქვეყანა ეკონომიკური ზრდა არის მაღალი ქვეყანაში და შესაბამისად ბიუჯეტში შემოდის უფრო მეტი ფული. კი, დეგეგედან, საშემოსავლო გადასახადიდან შემოდის უფრო მეტი ფული. ამას ნიშნავს ეს ნორმალური არამატყუარა მთავრობის პირიდან. ამას ნიშნავს ეს მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში. რომელსაც ჭირდება არა გადასახადების გაზრდა, არამედ გადასახადების დაწევა და დაბალი გადასახადებით, როცა ეკონომიკური ზრდა არის მაღალი, ბიუჯეტში უფრო მეტი ფული შემოვა. და ამიტომ რომ მოიტყუეს, ეს არის მატყუარა მთავრობა და ეს ამას ნიშნავდა სამთავრობო პროგრამაში ამის ჩაწერა, თუ კი ამას შევხედავთ, რომ მთავრობა არ იტყუება. ბატონო ზურაბ, თუ შეგიძლიათ აი ფინალში ვიდრე დაგემშვიდობებით, მოკლედ დაგვიხასიათოთ, გასაგებია თქვენი კრიტიკული ხედვა, მაგრამ რა ტიპის ბიუჯეტი მივიღეთ 2017 წლისთვის? ჩვენ რომან გოცირიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვა კიდევაც რომ ბიუჯეტი მახინჯდებოდა წლიდან წლამდე და ჩვენ ეს ბიუჯეტი არის კიდევ უფრო უარესი ვიდრე 2016 წლის ბიუჯეტი, რომელსაც ახლა პრობლემები აქვს და რომლის ცვლილებების პროექტის განხილვას დავიწყებთ ამ დღეებში. და ეს თქვენ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა ამ ბიუჯეტის მდგომარეობა რა იქნება გაის შემოდგომაზე. ჩვენ გველოდება წინ ძალიან რთული წელიწადი, ჩვენ გველოდება წინ უმძიმესი წელიწადი და ეს ბიუჯეტიც აისახება. აი გაივლის ერთი წელიწადი და ჩვენ ვნახავთ, მე ვარაუდობ, რომ ხალხი იმდენად ვერ გაუძლებს, რომ დღეს თუ 100 რამდენიმე ასეული ადამიანი იდგა ავტომანქანების დილერები ამ პარლამენტის შენობასთან, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ცხოვრება შეიძლება ისე წავიდეს, რომ 10,000-ობით ადამიანი გამოვა ქუჩაში. იმიტომ რომ ხალხი ამ გაჭირობას უბრალოდ ვერ გაუძლებს. გასაგებია, აი ჩვენ თქვენ შემდეგ გვეყოლებამთ ხელისუფლების წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია, მან დღეს თქვენ გითხრათ კიდეც რომ ერთი სული გაქვთ, როდის გადაეხვევა მას ვციტირებ ლარი კუპონსო. რაცა თქვენი პროგნოზი ძალიან პესიმისტურია და მძიმე. შეიძლება რომ არ გამართლდეს, როგორ ფიქრობთ? მე შევახსენებ ბატონ ქანთარიას შევახსენებ, რომ მათ დაუტოვეთ ჩვენ ლარის კურსი დოლარი ლართან 1.66 და დღეს არის 2.66. ლარით არის გაუფასურებული დოლართან მიმართებაში ჩვენი ეროვნული ვალუტა და ეს არის მათი ხელისუფლების ავნებლური პოლიტიკის შედეგი. ამიტომ თუ ის ლაპარაკობს ლარის კუპონიზაციაზე, ეს უნდა მან მოკითხოს ბიძინა ივანიშვილს და საკუთარ ქართულ ოცნებას. მადლობა ზურაბ ჭიაბერაშვილს ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. გადავდივართ ხელისუფლების წარმომადგენელთან ნუკრი ქანთარიასთან. მადლობა ბატონ ნუკრი ჩართვისთვის. ბიუჯეტი მიღებულია, როგორც ხედავ, 102 ხმით 10-ის წინააღმდეგ. რა ტიპის ბიუჯეტი მივიღეთ ვიდრე კონკრეტულ კითხვებს დაგისვამდეთ, თქვენ რაიმეც გაძლევთ ეს ბიუჯეტი, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომლის პროგნოზებით უკიდურესად პესიმისტურია. ვერ გავიგენილობა გამარჯობათ. გამარჯობა, რა ტიპის ბიუჯეტი მივიღეთ და რა იმედს გაძლევთ ეს ბიუჯეტი, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომლის პროგნოზიც არის პესიმისტური. კი ბატონო, ნუ გასაგებია ოპოზიციას ახლა ყველას თავის ჰიპოთეზები აქვს, ბუნებრივია თავისი უნდათ რომ გაამართლონ და ამიტომ მაქსიმალურად რაღაცა ხიჩკოკისებურად ხატავენ მომავალს, მაგრამ ბიუჯეტი უკეთესი თუ იქნებოდა, რა თქმა უნდა, ყველას უკეთესი იყო, არის რეალური, ვფიქრობ, რეალური ამ ეტაპისთვის
და უმთავრესი მაინც ის არის ჩემი აზრით, რომ აქ ხელისუფლებამ გარდაუვალ აუცილებლობად ეკონომიკურმა ბლოკმა გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნია, რომ გადადგას გაბედული არაპოპულარული ნაბიჯები. აი ამ არაპოპულარული ნაბიჯები გულისხმობ იგივე აქციის დაწესებებს და ასევე გადასახადებს, აი ეს ბუნებრივია უკვე ოპოზიციისთვის ცდილობენ რომ მაქსიმალურად ხელსაყრელად გამოიყენონ, იშვერენ თვით სავალიუტო ჯიხურებისკენ, სადაც ლარი ბუნებრივია რომ არასახარბიულ მდგომარეობაშია და ამას ახლა ვერ ვიტყვით რომ არის ნორმალური მდგომარეობა და აი ეს არის საერთო ფონი, მაგრამ ვფიქრობ რომ ხელისუფლებამ აი ეს გაბედული ნაბიჯი გადადგა სწორედ იმისათვის რომ შემდგომში ჩვენ გარკვეული შედეგი ავიღოთ. ჩვენ შეგვეძლო რა თქმა უნდა შეეძლოთ ნელთბილ მდგომარეობაში ყოფნა კიდევ რაღაცა გარკვეული წლები ეს გაგვეწია, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ალბათ უნდა რაღაცა გარღვევა გაკეთდეს ამ მიმართულებით. აი ეს არის. ეხლა რამდენად სწორედ მოხდება ეს პროცესი წავა, ეს უკვე აი ამ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მაინც მიმაჩნია ნინო, რომ აი ეს ხარჯების შემცირება, იგივე ადმინისტრაციული ხარჯების, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება უნდა დაიწყოს რასაკვირველია მაგალითის მიცემით და პირველ ყოვლისა სწორედ აი მაღალჩინოსნებმა უნდა ყველამ უნდა მოვიკლოთ და მაღალჩინოსნებმა სანამ ჩვენ სხვას მოვაკლებთ და ასევე ძალიან გულწრფელად, ძალიან გასაგებად მარტივ ენაზე უნდა აუხსნათ მოსახლეობას თუ რისთვის არის ეს საჭირო, იმიტომ რომ ერთშენიერ დღეს ოჯახს უთხრეს რომ ახან მანქანა ყავს, ეხლა უნდა ადგედა შენ გადასახადი გადაიხადო, მას უნდა ძალიან ზუსტად უნდა აუხსნა, როდის გამოჩნდება სწორედ მისი გადახდილი თანხის ტენდენციები, როდის გადავა ეს ტენდენციებში და როდის იქნება სწორედ აი ეს სასიკეთო სილუეტი თუ არა, ყოველ შემთხვევაში მაინც მიმართულება. აი ეს თარიღები უნდა ვფიქრობ ძალიან კონკრეტულად არის განსაზღვრული ხელისუფლების გულისხმობ ეკონომიურ ბლოკს, იმიტომ რომ მე არ გახლავართ ამის სპეციალისტი ბუნებრივია. ასე რომ მეც ამას ვიტყო მათგან, რომ მაქსიმალურად გულწრფელი დამოკიდებულება და მაქსიმალურად ახსნა ხალხისთვის თუ რას და როდის უნდა მოიტანოს ამან ის ეკონომიური სიკეთეები, რომელიც არ იყო დაანონსებული წინა საარჩევნო. ბატონ ნუკრი, თქვენ თქვით რომ ეს რეფორმები, რომელიც უნდა გატარდეს, გამოწვეულია გარდაუვალი აუცილებლობით, რომელიც თავისთავად გულისხმობს მძიმე ფონს, როგორც ბიუჯეტში, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ასევე განსაკუთრებით იმ სიმპტომზე, რაც ლარის სახით გვაქვს სახეზე. მე მაინტერესებს ვინ შექმნა ეს გარდაუვალი აუცილებლობა, პრემიერ-მინისტრი იგივეა, რამდენიმე მინისტრი გადანაცვლა. მე მაინტერესებს, არა, ბატონ ნუკრი, რა მაინტერესებს, თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ პასუხისმგებლობა ამ გარდაუვალი აუცილებლობისთვის უკვე ასაღები აქვს ვინმეს? რა თქმა უნდა, რასაკვირველია, ეს გარდაუვალი აუცილებლობა მოიტანა დრომ და ისევ ამბობ, შეიძლებოდა ეხლა ნელთბილად კიდევ 1-3-4 წლის გადაგორება აი ესეთნაირად, მაგრამ ჩვენ პერსპექტივაზე თუ არის გათვლილი, ოღონდ მთავარია ეხლა ისევ ამბობ, რამდენად პროფესიონალურად, სწორად და ნაკლები ხარვეზებით და შეცდომებით გავა ეს პროცესი, რომ რაც შეიძლება მალე მოსახლეობამ, ჩვენმა ამომრჩეველმა დაინახოს ტენდენცია, უკვე სასიკეთო ტენდენცია. და აი ეს პირობები, ურთულესი პირობები, ამიტომ ჩვენ ახლა ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიური თვალსაზრისით არც თუ უხიფათო ეტაპის წინაშე დგავართ, მაგრამ ეს პასუხისგებლობას გაბედულება უნდა და ეს გაბედა სწორედ ეკონომიურმა ბლოკმა ისევ ამბობ და ფიქრობ, რომ ამას წარმატებით გაივლის, ოღონდ მთავარია ისევ ამბობ ძალიან გულწრფელი, ყოველგვარი რაღაცა გაურკვეველი ტერმინების გარეშე მოსახლეობამ გაიგოს. მე რომ მიბეგრავენ მანქანას, მომავალში ხო არ დამიბეგრავენ პიანინოს ან როიალს ან სხვა რამეს, ამაზეც ხო არ გადამახტევინებენ. აი ძალიან ზუსტად უნდა იყოს გასაგები, რომ მისი თანხა საწავა, როგორ წავა და რას მოხმარდება და როგორ დაუბრუნდება უკან. აი ამის ეს არის ცალკე ხელოვნება კიდე რომ გავაგებინოთ ბუნებრივია ხალხს და იმედი მაქვს, რომ აი ეს გულწრფელი დამოკიდებულება იქნება. დანარჩენი ახლა ოპოზიცია ამას მაქსიმალურად შეეცდება, რომ ხელსაყრელად გამოიყენოს თავისთვის, მაგრამ ამავე დროს გულისხმობ, რომ ცხოვრებამ უნდა სწორედ ტენდენციები უკვე დაანახოს აი ამ საქმის გარდაუვალობის, აი ამ გაბედული ნაბიჯების გარდაუვალობის შესახებ. მე ყოველ შემთხვევაში ასე მესმის ეს პროცესი. თუ ეს პროცესში რაღაცა გარკვეული სიმახინჯეები შეინიშნა მომავალში, ბუნებრივი არავინ არ
არ არის თვალის დამხუჭავი და აუცილებლად ხმამაღლა ვიტყვით ამის შესახებ და იმედი მაქვს, რომ ყველა გზნობს ამ პასუხისგებლობას, განსაკუთრებით პრემიერი, მისი სწორედ აღმასრულებელი ეკონომიკური ბლოკი და მაქსიმალურად შეეცდება, რომ ეს ურთულესი ეს ეტაპი, დროებითი ეტაპი გაიაროს ნაკლები ხარვეზებით და ნაკლებად მტკივნეული იყოს. ასევე, როდესაც არის ერთი რამეც მინდა ვთქვა, აქ არის ლაპარაკი კიდევ სწორედ საჯარო მოხელეების, ესე იგი ადამიანის რესურსის გარკვეულ შემცირებაზეც იყო ხოლმე საუბარი და ალბათ ესეც მოუწევს ზოგიერთ ციფრებს. ესეც უნდა იყოს მაქსიმალური სამართლიანობით. თუ ერთ ადგილას ჩვენ ვიცით დღეს, რომ ერთი კაცის საქმეს აკეთებს 5 ადამიანი და 4 ადამიანი გასაწევია ამ შემთხვევაში გვერდზე, ის 4 დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ერთი ვინც დარჩა, ის 10 თავით ჯობია იმ 4-ს. ასე რომ მაქსიმალური, აქ არის სწორედ ეშმაკები შეიძლება ჩაბუდებული, რომ რამდენად სამართლიანად, გულწრფელად და მაქსიმალურად გამჭვირვალედ იქნება ეს პროცესები. თუ ეს იქნება, მაშინ მე მგონი, რომ ჩვენი ამორჩეველი ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდება, რაც არ უნდა მტკივნელები იყოს ყველას თავისი შვილები, ყველას უნდა რომ მომავალში პერსპექტივაში დაინახოს სიკეთე. აი თქვენ ახლა ჩვენთან საუბრისასაც აღნიშნავთ, რომ პრინციპში შეკითხვები თქვენც გაქვთ, მოლოდინები გარკვეული თქვენც გაქვთ, თუმცა დღეს თქვენ აღნიშნეთ პარლამენტის ხდომაზე, რომ აი ამ პროცესთან ახლავს რისკები და თქვენ ასევე მიანიშნეთ კომუნიკაციის აუცილებლობაზე საზოგადოებასთან, როგორც პარლამენტის ტრიბუნიდან, ასევე ამ ეთერშიც. მაინტერესებს ასეთი კითხვა დაგისვათ, რისკებს კომუნიკაცია დააზღვევს და ფასების მატებას რაიმე ტიპის კომუნიკაცია საზოგადოებას განუმარტავს პოზიტიურად, ეს როგორ შეიძლება საზოგადოებას აუხსნა? რა თქმა უნდა, თუ საზოგადოებას დაარწმუნებთ იმაში, რომ ეს მომავალში აუცილებლად სწორედ იმ სწრაფ ეკონომიურ განვითარებას მოგიტანს და ამის ტენდენციებსაც მიანიშნებ, რომ ეს იქნება აი ამ და ამ დროს და მართლაც დაინახავს, მაშინ ბუნებრივია, ყველა გარკვეულად მოითმენს, ხო? ასე რომ ფიქრობ, რომ ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა, გულწრფელობა, სამართლიანობა, მაქსიმალური კომუნიკაცია. აი დაპირისპირება იმისა, რასაც ახლა დაუშვათ ოპოზიციაც ცდილობს, რომ რაღაცა ჯოჯოხეთი აქედან შექმნას და ლარი მეთქი ისიც თქვი, რომ აი ელოდება, ბევრი ელოდება, რომ ახლა კუპონს შეხვდება და კუპონის მამა განსაკუთრებით პაპა კარლო კუპონის მაქსიმალურად მოუთმენლად ალბათ ამას ელოდება, მაგრამ თვითონაც იცის ეს საქმე რომ არ გამოვა და ამ დონეზე რა თქმა უნდა ეს არავა და ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში უნდა მოხდეს. თუ ეს ასაკვირველია მოხდა რაღაცა გარკვეული განგებ, რაღაცა შეცდომებით ან დაუდევრობა შეინიშნა ამ საქმეში, ეს ურთულესი ვიძახი ეტაპი იქნება ჩვენი სწორედ მონაკვეთი ქართული ოცნების აი ამ დიდი გამარჯვების შემდეგ და მაშინ ბუნებრივია ჩვენ ახლა არ დავჯდებით ესე გულხელდაკრეფილები და კვერს ვერ დაუკრავთ ყველაფერს, ხო? მაშინ აუცილებლად გვექნება უკვე მე პირადად მექნება ძალიან მწვავე კითხვები და ასევე ჩვენ თანაგუნდელებსაც, მაგრამ ამ ეტაპზე სწორედ გვინდა უნდა დაუჯეროთ და ვენდოთ სწორედ, ამიტომაც მივეცი მე ამ ბიუჯეტს. ბატონ დუკრი, აი დაახლოებით რა პერიოდი აქვს თქვენგან კარტ ბლანში მთავრობას, რომ დააცდით? გუშინ კითხვაც დაისვა, რომ თქვათ კუპონის უკაცრავად ლარის რაკურსზე შეიძლება გადადგეს თქვათ კონკრეტული ფინანსთა მინისტრი და აიღოს პასუხისმგებლობა. თქვენ პირადად რა პერიოდი გაქვთ მონიშნული აი ასეთი მწვავე? ჩვენ აუცილებლად მე პირადად მგონია, რომ მეს გავიგენინო დიახ მესმის ნებისმიერ ასეთ საქმეს გარკვეული დრო ჭირდება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მარადიული, რა თქმა უნდა. და ეს არ უნდა ჩვენ ახლა ეს არ უნდა მოხდეს ესეთნაირად, რომ ყულაბაში კი არ ვაგროვებთ ფულს, რომ მე 4 წლის შემდეგ გავტეხოთ ის ყულაბა და აი დაურიგოთ ხალხს. ეს ტენდენციები სიკეთის უნდა ალბათ სწორედ 7-8 თვეში აუცილებლად უნდა იყოს უკვე ეს მოხაზული და შეინიშნებოდეს ფიქრობ აი სადღაც შემოდგომისათვის. და გასაგებია თან შემოდგომაზე კიდევ ერთი არჩევნებია, რომელსაც ახალი ყულაბა დაჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ ყულაბა თქვენ თავარ მხარდამჭერს სავსე აქვს, ფიქრობთ თუ არა, რომ შეიძლება გაგიჭირდეთ შემდეგი არჩევნების გადაგორება, თუ კი პროცესი ასე წავა?
ბუნებრივია, რომ ეს არ იქნება იული უკვე, მიუხედავად ასეთი არაპოპულარული ნაბიჯების შემდეგ, მაგრამ თუ ტენდენციები გამოჩნდა, დამერწმუნეთ, რომ ამას ყველა შეხედავს საღად. თუ გამოჩნდა ტენდენციები, რომ მართლაც უახლოეს ხანში ჩვენ 4 წელიწადში და შემდეგ უკვე ეს გავა სტაბილურობაში, რომ ინფრასტრუქტურა იქნება ისეთი, იქნება ინვესტიციები, 200,000 სამუშაო ადგილი, რომელიც დაანონსებული გვაქვს, გაჩნდება და იქნება გარკვეული სწორედ სიკეთეები, ბუნებრივია, რომ ეს უნდა სუყველას და ეს ადრე თუ გვიან ვიღაცამ უნდა გააკეთოს და გადადგას ეს ნაბიჯები. აი ამიტომ იყო პირველი 4 წელი მაინც აბსოლუტურად სხვა პერიოდი გვედგა ჩვენ და ეხლა ვფიქრობ, რომ აი ეს დრო სწორედ მოვიდა და ამაშია სწორედ აი ეს გაბედულებაც სწორედ სხვანაირ ხელისუფლებას შეიძლება ეთქვა, რომ მოდი ეს არჩევნებიც ბარემ გადავაგორო ახლა და რაღაცას კიდე დავხარჯავთ, რაღაცას ვისესხებთ და ნუ დავიწყებთ ამას, მაგრამ ფიქრობ, რომ რეალისტურად მიუდგნენ საკითხს. ისევ ვამბობ, თუ კი აი ამ გზაზე არ მოხდა რაღაცა არაპროფესიონალური ან დაუდევარი ან რაღაც ისეთი შეცდომები, რომელმაც ეს პროცესი დააზარალა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, ნინო. დიდი მადლობა ნუკრი კანთარიას მარტივადაც შემიძლია თქვა, მარტივადაც შემიძლია თუ გინდათ მარტივადაც კომპლექს ენაზე თუ გინდათ შემიძლია აუხსნა ზოგიერთს. ბრძანეთ, არ არის პრობლემა, ჩვენ გვაქვს დრო გისმენთ. მარტივად. ხო, ახლა კომპლექს ძალიან მოდაშია და 4 ცხვარი ყავს ხო კომპლექს და მან რაღაცა გარკვეულ პერიოდში შეუძლია რომ ის 2 ცხვარი გაყიდოს, 2 დაკლას, ჩაიცვას, დაიხუროს, ცოტა ხანი იქეიფოს, ჭამოს, გავიდეს და მერე დარჩეს შეერი და შეუძლია სხვანაირადაც მოიქცეს, ცოტა მოიკლოს თვითონ, გაამრავლოს და შემდეგ უკვე აი ეს სიკეთე გადაიტანოს სტაბილურობაში. აი დაახლოებით მგონია რომ აი ამ პროცესთან გვაქვს საქმე და აი ეს